რო ვუყურებდი განვითარებულ პროცესებს, ერთადერთი სიტყვა რაც მომდიოდა თავში, ეს იყო არასერიოზული ხალხი. არასერიოზული ადამიანები, არასახელმწიფო მოაზროვნეებათაც კი ვერ მოვიხსენიებ მათ, იმიტომ რომ ესეც კომპლიმენტი მგონია, ეს არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ დირექტივებს ასრულებენ. მართალი გითხრათ, აი მივიღეთ საკონსტიტუციო მოდელი, რომლის მიხედვითაც და რომელიც ყველაზე კარგი სისტემაა რა ფორმალური მმართველობისთვის, რადგან არ გვეყოლება არც ერთი კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი პირი, რომელსაც უშუალოდ ექნება ხალხის ლეგიტიმაცია. და აქეთკენ მიდიოდნენ გიორგი, იმიტომ რომ ჩვენ თუ გავიხსენებთ, არჩევნები არ იყო დამთავრებული, მეორე ტური არ იყო ჩატარებული, რომ სწორედ მაშინ დაიწყეს ლაპარაკი უმრავლესობის წევრებმა, რომ საჭიროა პრეზიდენტის როგორც ინსტიტუტის დასუსტება, პირდაპირ არჩევნების გაუქმება და პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა. დიახ, დღევანდელმა პროცესმა გვაჩვენა, რომ სწორედ ეს იყო მათი მთავარი განზრახვა, ხოლო მთელი ეს პროცესი, რაც ამდენი ხანი მიმდინარეობდა ჩვენს თვალწინ, რისთვისაც ამდენჯერ შევაწუხეთ ვენეციის კომისია, მხოლოდ დეკორაცია ყოფილა და ჩვენ ვაგრძელებთ დეკორაციულ სახელმწიფოში ცხოვრებას. ხვალ სასწრაფოდ დანიშნეს საგანგებოს ხდომა. სად ეჩქარებათ? რა ეჩქარებათ? რა პროექტს განიხილავთ პარლამენტარებო? იცით, იმიტომ რომ ჩვენ ვსჯელობდით ერთ პროექტზე, გუშინ მიიღეს სხვა პროექტი, რომელიც მე მგონი დაწერილიც არ არის და დღეს თქვენმა ინტერვიუმ პარლამენტის თავმჯდომარესთან ეს დაადასტურა, რომ ბოლომდე ჩამოყალიბებულები არ არიან და ხვალ იხილავენ ამ პროექტს. რა პროექტს კაცმა არ იცის, მაგრამ არ ვიცი, გაუგებარია. ერთადერთი დღეს პრეზიდენტმა გამოიყენა მის კონსტიტუციით მასზე დაკისრებული უფლებამოსილება და უთხრა, რომ დაფიქრდით. მე არ დავნიშნავ ამ სხდომას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდით, მაგრამ ამ უმრავლესობას და ატყდა ერთი ამბავი, რომ საპოტაჟს აწყობს, რომ ფორმა დაუწუნეს, სხვათა შორის ძალიან კულტურულ ადამიანს გიორგი მარგველაშვილს. ეს უმრავლესობა უწუნებს ფორმას მაშინ, როდესაც მარგველაშვილი პრეზიდენტი არასოდეს არ გადის კონსტიტუციის ფარგლებიდან და ამ ადამიანებს დაფიქრებისკენ, აზროვნებისკენ, განსჯისკენ მოწოდება გულწრფელად საბოტაჟი გონია და ეს ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს თვითონ ამ უმრავლესობაზე. სად ეჩქარებათ, რატომ ეჩქარებათ 24 წლისთვის მისაღები ცვლილებები, ხვალ რატომ უნდა მივიღოთ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა ისეთი დრო აქვს განსაზღვრული, დირექტივა მიღებული, რომ აუცილებლად ერთ კვირაში უნდა დაასრულონ გაუგებარ კონსტიტუციაზე მსჯელობა. რაც შეეხება 24 წელს რო თავაზობენ, დათომ უკვე ილაპარაკა და აბსოლუტურად ვეთანხმები, ესეც არის პროფანაცია პროპორციული არჩევნების. უბრალოდ მთელი ამ ხნის განმავლობაში გვესმოდა, რომ ჩვენ რევოლუციურ კონსტიტუციას ვიღებთ, ვერც ერთმა მთავრობამ რო ვერ გაბედა, იმას ვბედავთ ჩვენ პროპორციულ სისტემაზე და ყველა ვენეციის კომისიის ყველა გადაწყვეტილებას ჩვენ გავითვალისწინებთ. რომელი ერთი გადაწყვეტილება გაითვალისწინა? მე არ ვიცი, ერთი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველამ ვიცით წერა კითხვა. ეს ამ ადამიანებს გონიათ, რომ დასაწყისში რომ არის ეტიკეტისთვის დაწერილი, რომ მივესალმებით დემოკრატიულ პროცესს, ეს ამართლებს ყველაფერ იმას და ყველა იმ შენიშვნას, რაც მერე მოდის. რა თქმა უნდა, იქ არის ყველა იქაც თავარი ხილებოდა, რომ პროპორციული გაუქმდებოდა ის, რომ უნდა გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, რაც არის უსამართლო ჩვენთვის, ქართველებისთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმისთვის ვენეციის კომისია ვერაფრით ვერ იტყოდა, რომ მანდატების მითვისება არის სამართლიანი და ამიტომ ვენეციის კომისიამ დადო სწორედ ისეთი დასკვნა,
რომელზეც ყველა ერთმანეთისაგან აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული პარტიები თანხმდებოდი და უამრავი შენიშვნა არის სასამართლოზე, დაბალანსების და გაწონასწორების მექანიზმზე, ადამიანის უფლებების თავზე ძალიან არა, უბრალოდ რამე გაითვალისწინეს ამდენი ხანი იფიცებდნენ რომ ყველა შენიშვნას გავითვალისწინებთ და რომელი ერთი შენიშვნა გამოითვალისწინეს